უი ძალიან ცხელა. აი ესა. ტესტ კარგად ჩანა. მოგესალმებით მეგობრებო. შემდეგი ვიდეოთი დავბრუნდით და დღესაც გადავიღებთ vlogs, ზუგდიდის vlogs. დიდი გამოხმაურება მოყვა, ამიტომ დღესაც გვინდა რომ გადავიღოთ. ჩვენ მივდივართ გუდაურში, გადაღება გვაქვს გუდაურინში. მანამდე გადავიღეთ გორინ, იქაც გვინდოდა vlogის გადაღება, მაგრამ რატომღაც აღარ მქონდა მე სრულად არ გადავიღე. მაგრამ ფოტოებს მაინც განახევთ რა როგორ გამოგვივიდა იქ. ხო და ის იყო ჩვენი პირველი თანამშრომლობა გორინთან და ისე მოეწონათ ჩემი ფოტოები, რომ გადაწყვეტეს ახლა გუდაურინშიც მე გადავიღო. ამიტომ მოდი ბევრი რო აღარ გავატრაკოთ, დავიწყოთ ვიდეო. როგორ ისმის ჩემი ხმა? ჩამოვედით მეგობრებო, გუდაურინში ვარ, დავიღალე. გზაში მიბრუნება მოგვიწია და მე სხვა მანქანაში გადავჯექით და როგორც იქნება ზუსტ ჩამოვედით, რაც თავარია. თუნდა გადავიღოთ ნომრები, აუზის პა და ანუ ეს არის ახალი შენობა და ამ ყველაფრის ფოტოები ჭირდებათ რა. და ეხლა წავიდეთ და ერთად თან პროცესში თქვენ ეგრევე გამზადებულ ფოტოებს ნახავთ. მე თან უნდა გადავიღო რა. კიდე კაიანი არის, თორე ამ ვიდეოსაც ვერ უყურებდით რა. თავარია რომ აქ ვართ, ვიღებთ და ისევ შემდეგ ვიდეოს უყურებთ რა. მადლობა რომ ჩვენთან ხართ და წავედით. შევარდი, მიდი, გადაიღე უცებ კადრებიც. ფაკ, როგორ ცხელა. აუ, ხალხია, მაგიტომ უნდა ჩამოსული. ხო, გავიგი, მაგრამ იქნება რომ დაგამოჩენა. ეგეც ხო პრობლემა. შეიძლება იმათ არ უდოდეთ გამოჩენა, იქ შეიძლება გაპრობლემდეს მერე. რომ იმათ რომ ვუღებთ. ნახე ისენიც ძალიან ცხელა. ძალიან ცხელა და თან კიდე ხალხია და ცოტა ისეთ ადგილებს ვეძებ, სადაც ხალხი არ იქნება, იმიტომ რომ ბუქინგისთვის ვიღებთ და ხალხი რო გამოჩნდეს, დარწმუნებული ვართ, იმათ არცერთ არ უნდათ მსგავსი რაღაცეები და რა ვინახოთ რაც გამოვა მე გულით ახსოვთ უნდა კაი გამოვიდეს და რა ვიცდები რომ კარგი გამოვიყვანო რა ეხლა მაგრამ ეხლა რომ ტიპსაკ ტანსაცმელები უვაგია და ტელეფონი უდევს და ბარათი უდევს და წყალი უდევს გახსნილი და რა ხო ხტები ხა არ არის რა ესთეტიურად ლამაზი ფოტოში რა რა თბილა დანი რა თბილა უნდა ჩაგვეცვა ხლად იღებ? აქ არის ერთი დეტალი რა, როგორც ნახეთ სივრცე არის მზე შემოდის ალაგ-ალაგ, ანუ ყველგან მზე არ არის რა და ფოტოს გადაღების დროს უნდა გაითვალისწინოთ ერთი რაღაცა რა. მოდიანი განახოთ ან კამერაში ვანახავთ მაყურებელსაც. კამერაში მოდი. მოდი. ნახე როგორი რაღაცა ექსპოზიცია, ნახე ეხა მაქვს ისე რომ გამოჩნდა სივრცე, მაგრამ ერთ ფოტოს ესე გადავიღებ და მეორე ფოტოს გადავიღებ, რომ ნახეთ გარეთ რაც არის, ისენი გამოჩნდეს რა სივრცეები და მე ამ ფოტოებს ერთმანეთზე გადავაბავ, რომ იდეალური ფოტო გამოვიდეს რა. მაგის საშუალებას არ გაძლევს ხოლმე აპარატი, იმიტომ რომ როცა გარედან ბევრი შუქი შემოდის, ძალიან გეწובה იქეთ ამ ხარე და RAW ფაილშიც რო იღებ, მაშინაც არ გაძლევს RAW ფაილი იმ საშუალებას, რომ ისინათლე ამოწიო რა. ამიტომ ორი ფოტოა ხოლმე საჭირო, რომ ერთმანეთს გადავაბა რა. ჯერ ეს ფოტო გადავიღეთ აუზის ახლოს მიდი და მე გადავიღეთ ეს ფოტო რა, რომ ერთმანეთს გადავაბათ და გადამოვიდეს კარგი ფოტო. ეს არის საუნა, ხო? აუ, დავიწყები საუნაში. მიხებთ? ოკეი, კარგად გავახებ და ცოტა სწორ შევყოფ.
შუქიანი ხება შეგნი. კი, ვსო მოვჭი. საუნა მომეცონა. კაი ფოტოები. ცოტა აქედანაც რო გადავიღო მე. ხარო შესასვლელია. შენ გამასუქე, შენი ბრალია, შენ გამასუქე. რა სერიოზული ხარ მე? აი ერთი მინდა რომ ხელები რო ოკეი, კაი. და მე რქნათ? აი ამას აუსმენ სულზე. ოკეი. მომეცი ეგენია კანმახსენე. ეგ ჯამიდან წამოიღე მომეცი. გვერდიდან დალექი, ანუ გვერდიდან და ნანახიდან. ეს კადრები ხო აკვეთეთ აქეთ რო იგეთ. აი, და წაუსვი მასაჟის მოძრაობა. კაი, სანამ დატრიალდები რა. ცოტა ხანი რო ყურადღება მომაქციოთ თუ შეიძლება. მეგობრებო, ეხა ბევრის ლაპარაკს აქ არაფრის, ანუ ბევრის ლაპარაკს აქ აზრი არ აქვს. ხო და ეხა ჩვენ რას ვიზოცი, ანუ რამდენ ახალ ოთახსაც გადავიღებთ, იმდენ სივრცეს უცებ მოგატარებთ და გათვალიერებინებთ, როგორია რომ ვიდეოის თვალით აღიქვათ და მე განახებთ როგორი ფოტო გამოვიდა რა. იქვეც მე ამონათდება ხოლმე ფოტო რა. ეგრე ჯობია, იმიტომ რომ აქ ეხა ბევრი სალაპარაკო არაფერი არა, უბრალოდ ის არის რომ სივრცეები უნდა გადავიღოთ, რომ ფოტოები გამოვიდეს კარგი, ეგ არის რა. ხრიკები რაც გქონდა და კიდე რამე თუ იდეა მომაწო, კიდე გეტყვით, არ მაქვს პრობლემა. უბრალოდ ეხა ჯობია ეგრე ვქნათ, რომ უცებ სივრცე გახდა ფოტო. კაცრავად. ჩვენი ვიდეო სპონსორია ანეთ ხინვალელი. მიდი ხა გაკეთე გამეკეთე. უკაცრავად. აი მომ. აი მიშა გვანახებს კლასს. უი.
ახალი ტრენდი უნდა შემოვიღო ამის ხმაზე. კაია? და დავიწყო ლაპარაკი? ჰა? მეგობრებო, გავოდით ბოლოში. ერთი დაგვრჩა, ეხლა ცოტა კიდე გვინდა რომ დაღამდეს, რომ კარგად გამოჩნდეს განათებები და უკეთესი ფოტო გადავიღოთ, მაგ ფოტოსაც ნახავთ აუცილებლად. მე კმაყოფილი ვარ, საბოლოო ჯამში კაი გამოვიდა. თქვენც იმედია ისიამოვნეთ პროცესით, რაღაცა პატარა ხრიკები გაგიზიარეთ, რაღაცეები ალბათ თქვენც ისწავლეთ. თუ რამე შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და აუცილებლად გიპასუხებთ. ვეცდები მაქსიმალურად რომ გიპასუხოთ, რისი შესაძლებლობაც მაქვს და რავი, ნუ ეგ არის რა, მადლობა რომ ჩემთან ხართ, მადლობა რომ გიყურებთ. თქვენთვის კეთდება ეს კონტენტი და არხი გამოიწერეთ რა და ვიდეო დაალაიქეთ რა, ჩემი თხოვნა რა, იმიტომ რომ გუდაურში წამოდი ცოტა დამღლელია, ხა ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ისო თქვენი ხათრით ვცდილობ რომ კაი ხასიათზე ვიყო. აი რატო გავალდებულებთ ან რა გამადალი? ამა წუწუნ. კაი, კარგად. ბიჭო, ძალიან კაი გამოდის. აი დრონს რო ვიყიდი, მე დრონითაც მაგარ კადრებს გადავიღებ ხოლმე. აუ YouTube-ზეც რა მაგრა გამომადგება დრონი რო ვიყიდო, ხო არ გადავ. ხო და ჩვენი მომავალი ვაფშე ჩემ სანტას ზეცხრა კი ჩავუთქვი. არ მომიტანა ზეცხრაში ხოლმასო და იცი რა, სანტა, მოდი დრონი მომიტანი, ცოტა ბიუჯეტურია. ანი. ჩემი დაბადების დღე მოდის. ეხა ჩემი დაბადების დღე მოდის და ჩემს მეუღლეს შევუკვეთავ. ჩემ მეუღლეს ვუკვეთავ დრონს, თუ შეიძლება დრონი. ანისტა 360. არა დრონი. თუ ის არა დრონი. დრონი. დრონი მეფობენ და არა მეფენი. ჯერ ეგ ერთიც. ნახე კაი გამოდის. მამაზია. ეხლა დავაი გავფართოთ. ფართე კუთხეც. ნახე ფართეც რა კაი გამოდის ბა. სამაგარი ხარ, გუთხოვილი ვარ ჩანს. ხო, არანთია ეხლა და. ლავუყო მე, ჰა? შენგან მე მხოლოდ ჩანი სიყვარული უნდა, ან შენ. I love you. მე გადავწყვიტე რომ თავი მოვიკლა რა. აბა. მაინც არის წერტ ჩემ ახს და რად მიღებს ცხოვრება. წავედი. ციკლის გეშინია? მე არა. თქვენ ვერ გაიგეთ, მაგრამ ანი მითხრა რომ ალბათ მაგიტომ ავირჩია ისე. ახე ცოლის კი მეკაიფება. ცხოვრება ხომ მეკაიფება რა.